29-ში პოლიტიკური სპექტრი მზად არის სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად დაიცვას და ყველა მათგანი სწორედ ამ შენობაში გამარჯვდეს ორბელიანების რეზიდენციაში. ასეთი იყო შეთავაზება, რომელიც დღეს ოფიციალურად მიიღო სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლელი ლიდერებისგან, რომ 29-ში, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის უწიგნური და უდიპლომო პოლიტიკოსის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დანიშვნა უნდა მოხდეს, იმ დროს მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური სპექტრი დაიკავებს ამ შენობას და იქნება სალომე ზურაბიშვილთან ერთად. რასაკვირველი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური კითხვა პოლიტიკოსებთან ერთად კიდევ ვინ იქნებიან აქ, თუმცა იმისთვის რომ ამ კითხვას პასუხი გაეცეს, პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილის თანხმობა არის საჭირო. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს ამ შეთავაზებაზე, რომელიც დღეს გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შესაძლოა ხვალაც გავიგოთ ამ შეთავაზებაზე მისგან პასუხი, იმიტომ რომ ხვალაც აქტიურად გაგრძელდება პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციები. რასაკვირველია მნიშვნელოვანი კითხვა პოლიტიკოსების მსგავსად დიპლომატებიც, ელჩებიც იქნებიან თუ არა სალომე ზურაბიშვილთან, აქამდე ჩვენ გვინახავს ასეთი შემთხვევები და რასაკვირველია ეს კიდევ ერთხელ იქნება მნიშვნელოვანი განაცხადი, ვინ არის აღიარებული პრეზიდენტად და ვის არ აღიარებენ პრეზიდენტად. ეს ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება, თუმცა ახლა ყველაფერი არის სალომე ზურაბიშვილის სიტყვაზე დამოკიდებული. პარალელურად დღეს გავიგეთ, რომ ახლა ფინალურ ეტაპზეა ორი საბჭოს დაკომპლექტება, რომელიც შეიქმნება პრეზიდენტის ბაზაზე, ერთი რომელიც გააერთიანებს პოლიტიკოსებს, ხოლო მეორე იქნება საზოგადოებრივი და მათ შორის მესამე სექტორის წარმომადგენლები მოიაზრებიან. ორივე ამ საბჭოს უხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილი და ორივე საბჭოს უფლება-მოსილება და ფუნქცია იქნება ის, რომ ახალი არჩევნები დადგეს ქვეყანაში, იმუშაონ ამ საბჭოს წევრებმა სპეციფიკაზე, მათ შორის რა მოდელით უნდა ჩატარდეს არჩევნები ქვეყანაში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსულ ოცნებას მიტაცებული აქვს ინსტიტუტები და ყველაფერი გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა არის სწორედ რუს ივანიშვილს დაქვემდებარებული. დღევანდელი დღე ნამდვილად იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი შეთავაზებები მოისმინა. უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსებმა საუბრის ნაწილი, თემები გაამხილეს, თუმცა თქვეს, რომ არის კიდევ სხვა სახის წინადადებები, რომლებიც მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს მოსაფიქრებლად სჭირდება დრო იმისთვის, რომ მან გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება. შესაძლოა ეს ხვალაც იყოს, ფაქტია, რომ ძალიან მკაფიო სახამხარდაჭერის სიგნალი პოლიტიკური სპექტრისგან სალომე ზურაბიშვილმა დღეს მიიღო, მათ შორის ფიზიკური დაცვის ნაწილში, რაც უშუალოდ 29 რიცხვს უკავშირდება. სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს და ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელს აქვს უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან, ამიტომ ახლა ყველა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი. მე პირადად ანას ირანდება იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი და მხარს უჭერ სრულიად იმას, რაც ანამ თქვა. რაც შეეხება რა მოხდება 29-მდე, 29-მდე სავარაუდოდ ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას გულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის პირობები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, იმიტომ რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა რაღაცა ხაფანგი გადმოგდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავეგმებით, ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოს პრეზიდენტი ბუნებრივია აიღებს, თუმცა ის რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და სავარაუდოდ პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, შეთანხმებები შედგება. გარკვეულწილად წარმოდგენები ამ საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს, გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს. არის მიმდინარე სამუშაო პროცესი, ბარიერ გადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან. განხილვაში არის ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრებას, პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად. ამასთანავე მე მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილას, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, მას არის მხარდაჭერის ფორმა, სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არა ძალადობრივი. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია მომზადდეს
და უпроსოდ შეთანხმდეს საკითხები, რა პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც იქ მივალთ ჩვენ და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მივალთ არჩევნებამდე, იმიტომ რომ აი ეს პროცესი როგორი იქნება არჩევნების წინა პერიოდი განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების პირობებსაც მათ შორის. რაც შეეხება თვითონ 29 საკითხს, მე არ ვაიგივებ შენობასთან პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხს. მას ეს ნდობა, რომელიც აქვს როგორც იურიდიული, კონსტიტუციური, იმიტომ რომ ეს ერთადერთი კონსტიტუციურად არჩეული პირია. სხვა არც პარლამენტი, არც მთავრობა არ არის კონსტიტუციურად არჩეული და ლეგიტიმური. და ხალხის ნდობა, ეს არის მეორე ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ შეიძლება იყოს არჩეული კონსტიტუციურად, მაგრამ ხალხი აღარ გენდობოდეს. ამიტომ პრეზიდენტს ეს ორმაგი ლეგიტიმაცია აქვს და შესაბამისად, სადაც არ უნდა იყოს ის გარეთ დადგება სცენაზე ავა, თუ აქ დარჩება, თუ სხვა გადაწყვეტს. მას ეს ლეგიტიმაცია აქვს ამ პროცესის წარუძღება როგორც ლიდერი. შეთავაზება გაკეთებულია ახლა სალომე ზურაბიშვილის პასუხისდროა თქვენ მოისმინეთ იმ პოლიტიკური ლიდერების ნაწილის განცხადებები, რომლებმაც გააკეთეს კომენტარი იმ შეხვედრის დასრულების შემდგომ, რომელიც 7 საათზე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში. ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება და ხვალინდელი შეხვედრაც ბევრ რამეს უფრო ნათელს მოფენს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან აქტიური და მჭიდრო კონსულტაციებია საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტიკოსებს შორის და ფაქტია ისიც, რომ პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს სალომე ზურაბიშვილს. უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი. ამ შეხვედრაზე არ ყოფნა მათ ახსნეს ტექნიკური მიზეზით. გიორგი გახარია თავად ამბობს, რომ საბჭოს იდეას ის ეთანხმება და აუცილებლად მონაწილეობას მიიღებს ამ საბჭოში. არ ვიცით, რას ფიქრობს ექს-პრემიერი იმ შეთავაზებაზე, რომელიც 29 რიცხვში სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში ოპოზიციის ფიზიკურად ყოფნას ნიშნავს. ამას ალბათ უკვე ხვალ გავიგებთ, იმიტომ რომ ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება და ხვალ პოლიტიკური სპექტრი ისევ შეიკრიბება სალომე ზურაბიშვილთან, ასევე დიდი ალბათობით იქნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, იმიტომ რომ ვიცით, რომ ორი საბჭო იქნება პოლიტიკოსების მონაწილეობით და ასევე საზოგადოების მონაწილეობით. საინტერესოა ეს საბჭოც როდის დაიწყებს მუშაობას და აქტიურად გაწერას იმ საკითხების, რაც მნიშვნელოვანი იქნება ახალი არჩევნებისთვის ქვეყანაში. მოკედ მთავარი შედეგი არის ის, რომ ახლა ყველა თანხმდება, რომ ბრძოლის ერთი სტრატეგია არის აუცილებელი. რა იქნება 29-ში ამას ხვალ ან მომდევნო დღეებში 29-მდე ნამდვილად გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ წინააღმდეგობა გრძელდება, მათ შორის ოპოზიციის და რასაკვირველია სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით და რუსი ივანიშვილის ნაბიჯების კვალდაკვალ ახალი და ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მათ შორის ორბელიანების რეზიდენციაში.